ხშირია შემთხვევები, როდესაც გოგოებს სურთ menstruაციის გადავადება, რადგან ისინი გეგმავენ რაიმე სახის განსაკუთრებულ ღონისძიებას. მაგალითად, მიდიან ზღვაზე ან აქვთ ისეთი მნიშვნელოვანი დღე ცხოვრებაში, როგორიცაა ქორწილი და არ უნდათ რომ menstruაცია დაემთხვეს მაინც და მაინც ამ ღირსშესანიშნავ დღეს. მე აგეხსნით, როგორ შეიძლება menstruაციის გადავადება. ანუ პრაქტიკულად როგორ შეიძლება მართო menstruალური ციკლი. მაგრამ აქვე გაგაფრთხილებთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც გსურთ გადაავადოთ menstruაცია, უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან მიდგომა ყოველთვის არის ინდივიდუალური. არსებობს menstruაციის გადავადების რამდენიმე მეთოდი. პირველი ეს არის ორალური ორფაზიანი კონტრაცეპტივები, თუ თქვენ მას ღებულობთ, არ უნდა მიიღოთ პლაცებო და გადააბათ შემდეგი ფირფიტა ინტერვალის გარეშე. ამ შემთხვევაში menstruაცია არ მოვა და გადავადდება კიდევ ერთი თვით. მეორე ეს არის პროგესტერონის ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც ინიშნება menstruაციამდე რამდენიმე დღით ადრე, იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც გჭირდება, რომ გადავადდეს menstruაცია. და მესამე, ეს არის ჰორმონშემცველი სპირალი, რომელიც შეიცავს ლევონორგესტრელს და გამოყოფს ჰორმონს მუდმივად. შედეგად არ მოდის menstruაცია. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა იყოს მცირე რაოდენობით მოყავისფრო გამონადენი. ახასიათებს თუ არა აღნიშნულ მეთოდებს რაიმე სახის უკუჩვენება, ან გართულება, ან რაიმე სახის თამდევი მოვლენები. დიახ, ახასიათებს, ისევე როგორც ნებისმიერმა მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს რაიმე სახის გართულება, დისკომფორტი ან ჰქონდეს უკუჩვენება. მეთოდის შერჩევა უნდა მოხდეს ქალის menstruალური ციკლის ხასიათის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და ასევე მისი სურვილის გათვალისწინებით, ანუ რამდენი ხნით და როდის უნდა მას menstruაციის გადავადება. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ჩემს მიერ ჩამოთვლილი მეთოდებიდან რომელიმეს ჰქონდეს უკუჩვენება. ამიტომ უნდა შეირჩეს ის მეთოდი, რომელიც იქნება ყველაზე უფრო შესაფერისი და მისაღები ამ კონკრეტულ სიტუაციაში. სწორედ ამიტომ გირჩევთ, რომ თუ გსურთ menstruაციის გადავადება, მიმართეთ ექიმ-გინეკოლოგს. და ამასთანავე მინდა დავამატო, რომ რაც უფრო ადრე მიმართავთ ექიმს, მით უკეთესია, რადგან ზოგჯერ ძალიან ცოტა დროა დარჩენილი შემდეგ menstruაციამდე და აქედან გამომდინარე შეიძლება ვერ მოასწროს მედიკამენტმა მოქმედება.